საბავშვო ნატალურ რუკაში ან ზოგადად ნატალურ რუკაში, როდესაც არის მაღალი დონის საფრთხე, საფრთხის მაჩვენებელი, როდესაც მაღალი არის რეკომენდირებულია ინტენსიური საშიში პროფესიები მოზრდილობის ასაკში, ხოლო იქამდე ბავშვის შემთხვევაში რეკომენდირებული არის სპორტი. პატარა ასაკში, რომ ეს ნეგატიური ენერგია რამენაირად რეალიზდეს, უფრო შედარებით კონტროლირებად გარემოში. სპორტში ხშირ შემთხვევაში პირიქით არის ხოლმე რაღაცნაირად ერიდებიან, რადგან საფრთხე არის, რომ არსად არ გაუშვათ, ესე ვთქვათ, სპორტით არ დაკავდეს, რამე არ დაემართოს. სინამდვილეში უნდა იყოს პირიქით, რადგან სპორტში არის სპეციალური თავდაცვის საშუალებები, იქ არის მწვრთნელი და შედარებით კონტროლირებადი გარემოა, ესე ვთქვათ, თუ რამე დაემართება ბავშვს უშველიან და პლუს ამას სასიკვდილო დიდი ალბათობით არაფერი დაემართება, ხო, ნაკლები არის კი რომ რამე დაემართოს. და უკონტროლო გარემოში, როდესაც არსად არ დაკავს სპორტში, მაგრამ დაკავს გარეთ, მაგალითად, შესაძლოა რამე დაემართოს. ან თუნდაც შესაძლოა ეს ენერგია საფრთხე წავიდეს უფრო ჯანმრთელობის მიმართულებით. ან ფიზიკურად რამე დაემართოს, ამიტომაც უკეთესია, როდესაც არის საფრთხის მაჩვენებელი მაღალი რუკაში დაუჯეროთ ასტროლოგს და ბავშვი მიიყვანოთ რომელიმე ან სპორტის სექციაში, ან რაიმე სახის, ესე ვთქვათ, ინტენსივობა სჭირდება ესეთ ადამიანის ცხოვრებაში და სპორტი ამისთვის არის იდეალური ვარიანტი. თუ მაინც პროფესიონალურად არ დაინტერესდება, ჰობის სახით ყოველთვის შესაძლებელია ბავშვისადმი ატარო და არ არის აუცილებელი, რომ მისგან მაგალითად პროფესიონალი ფეხბურთელი დადგეს იმისთვის, რომ უბრალოდ ფეხბურთზე იაროს, მაგალითად. ეს უკვე ნატალურ რუკაში თვითონ გამოჩნდება პროფესიების ჩამონათვალში, კონკრეტული ჰობი, თუნდაც კონკრეტული პროფესია სპორტის მიმართულებით, კონკრეტულად რა უნარები და შესაძლებლობები აქვს ამ ბავშვს.